თბილისის ბალნეოლოგიური კურორტში მკურნალობის ახალი მეთოდი დაინერგა. ეს არის თერმული წყლებით სარეაბილიტაციო კურსი, რომელიც გამოიყენება ქრონიკული ვენური დაავადებების და ლიმფოდერმის მკურნალობისთვის. სპეციალური ვარჯიშები შემუშავებულია იტალიაში ფერერას უნივერსიტეტის პროფესორების მიერ. უცხოელმა სპეციალისტმა თბილისში მასტერკლასი ჩაატარა. პროგრამის მიხედვით ყურადღება გამახვილებულია ქვედა კიდურების ჯანმრთელობაზე. ბალნეოლოგიურ კურორტზე ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ სპა მეცნიერებაზე. ტერმინი სპა წარმოადგენს აბრევიატურას ლათინურ ენაზე, რაც ნიშნავს ჯანმრთელობას წყლის მეშვეობით. ეს არის მნიშვნელოვანი აკადემიური ნაბიჯები და ჩვენ ვცდილობთ საუკეთესოდ გამოვიყენოთ წყლის გარემო. წყალი როგორც უნივერსალური კომპრესიული მასალა ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია მან შეცვალოს ცნობილი ელასტიური კომპრესიული ტრიკოტაჟი, რომელიც ჩვენს მოსახლეობაში საკმაოდ დაბალი ინტერესით ხასიათდება. ვფიქრობ, რომ ამ მეთოდოლოგიას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ქრონიკული ვენური დაავადებითა და ლიმფოდემით დაავადებულ პაციენტებისთვის. ეს არის ჰიდროკინეზიოთერაპია, წყალში ვარჯიში, ლიმფოდერმული დაავადებების დროს. ეს საქართველოსთვის ესე ვთქვათ ახალი სიტყვა არის, იმიტომ რომ ამ მეთოდით მკურნალობა ჯერ არ დანერგილა საქართველოში და ამასთან დაკავშირებით ვიწყებთ სამეცნიერო კვლევებს, რომელსაც მტკიცებულებითი ფორმა ექნება თუ რამხელა რესურსი გააჩნია მინერალური წყლით მკურნალობას.